რომ პარლამენტში შემუშავებული დასკვნა 104 გვერდიანი დოკუმენტი ისევ პარლამენტში დარჩება. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ თუ მთავრობა დაინტერესდება, შეუძლია საჯაროდ ნახოს. თუმცა ოფიციალურად პარლამენტის სახელით მთავრობას და კობახიძეს ეს დოკუმენტი არ გადაეგზავნება. არადა ჯერ კიდევ 1 მაისს შოთა ბერეკაშვილი, რომელიც ეგრეთ წოდებულ ფასების კომისიას ხელმძღვანელობდა, ამბობდა მედიასთან, რომ ჯერ ეს დოკუმენტი, რომელიც კომიტეტზე წარადგინა, იქნებოდა ბიუროზე დარეგისტრირებული და შემდეგ სესიაზე გავიდოდა კენჭისყრაზე. ამის შემდეგ გადაეგზავნებოდა საქართველოს მთავრობას. თუმცა დღეს შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ამის განხილვა პარლამენტში სესიის დარბაზში არ მოხდება და მთავრობა შეუძლია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი ეს დოკუმენტი და იქ წაიკითხოს რეკომენდაციები. დღეს შოთა ბერეკაშვილს მაგალითად ვკითხეთ განმარტებები, რა შედეგს უნდა ელოდოს ხალხი, რადგან გუშინ მაგალითად სესიაზე დარბაზში კმაყოფილი იყო მისი კომისიის მუშაობით იმ დოკუმენტით, რომელიც შეიმუშავა, თუმცა დღეს ჩვენთან, ჩვენს კითხვაზე ასეთი თავდაჯერებული აღარ იყო შოთა ბერეკაშვილი. როგორი კმაყოფილი ხართ თქვენი კომისიის მუშაობით? ერთ სტენდზე ფასდაკლებული პროდუქტების მოხატვა, ეს არის გამოსავალი? მითხარით, მიპასუხეთ. იცით რა მითხარით? აი, ბიუროს რომ სესიაზე უნდა გაეტანა, რატომ არ გააქვს? შეეხება ანგარიში გადაეცა ბიუროს და წინა ერთ-ერთ ბიუროზე, ბიურომ ეს ცნობად მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამოტანა არ არის დაგეგმილი. თავად პროცესი საჯარო იყო. მე მგონი ჩართული იყო მთელი ქვეყანა და მედიის ჩათვლით და მოსახლეობის ჩათვლით და საპარლამენტო ოპოზიციის ჩათვლით, ასე რომ ყველა ასე ვთქვათ მიგნება და ყველა დასკვნა საჯარო და განხილულია ისედაც. თავის გადაგზავნა, ეხა ისეთ საჯარო დოკუმენტი არის გამოქვეყნდა, ეს ითვლება, რომ ისედაც ცნობად აქვს მიღებული მთავრობას. დიახ, გამოყვეს სია კონკრეტული პროდუქტებისა, რომელიც იქნება მუდმივად დაბალ ფასებში. ეს იქნება არა აქციის სახის, რომელიც თქვა კვირაში შეიძლება ერთი დღე ყოფილიყო რაღაც პროდუქცია ფასდაკლება და მეორე დღე არ ყოფილიყო. არამედ კონკრეტული ჩამონათვალი სახეობის, ასე ვთქვა, პროდუქტების, რომელზეც მუდმივად ყოველდღე მომხმარებელს ეცოდინება, რომ ნებისმიერ ქსელში რო შევა, იმ პროდუქცია იქნება ყველაზე დაბალი ფასი რომელიმე წარმოებლისა. დღეს ორი შინაარსის კომენტარები მოვისმინეთ ქართული ოცნების მხრიდან. დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ ეძებს თავადაც ფასდაკლებულ პროდუქტებს და გაიაფებულ პროდუქტებს, თუმცა ვერ პოულობს, კმაყოფილები არ არიან, არ მალავენ ამასაც და მეორე ნაწილი ამბობს, რომ პირიქით ძალიან ბევრი პროდუქტი გაიაფთა სწორედ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაიწყო. მოდიან თუ არა საპარლამენტო კომისიის დასკვნით ირაკლი კობახიძესთან წინააღმდეგობაში, რომელიც ანონსებდა, რომ შესაძლოა ყოფილიყო კარტერული გარიგება დიდ კომპანიებს შორის და ამტკიცებდა იმას, რომ მაგალითად ევროპაში გაცილებით იაფია სწორედ პირველადი მოხმარების პროდუქტები, ვიდრე საქართველოში, თუმცა კომისიის დასკვნამ დაწერა საპირისპირო, რომ არსებობს ქვეყანაში კონკურენტული გარემო, კომპანიების შეთანხმებით არ მუშაობენ და ფასები რიგ პროდუქტებზე იმაზე იაფია, ვიდრე ევროპაში. სესიაზე ის დოკუმენტი როდის უნდა გავიდეს დასამტკიცებლად? სესიაზე არ გავა. არ გავა? არ არის, პროცედურულად არ არის აუცილებელი. შოთა ბერეკაშვილი ამბობდა, რომ უნდა გავიდეს დამტკიცეს და მთავრობას გადაეგზავნა. თუ შოთა ბერეკაშვილს მიაჩნია, რომ სესიაზეც უნდა გავიდეს, კი, მაგრამ პროცედურულად აუცილებელია. თქვენ კმაყოფილი არ იყავით ფასების კომისიის დასკვნით. წესზე რომ ფასდაკლებული პროდუქტები ერთად გადმოაწყეს, ეს არის ფასების კომისიის. მე კმაყოფილი იმიტომ არ ვიყავი, რომ მე მინდოდა რომ ყოფილიყო უფრო მკაფიო, უფრო ქმედითი მიდგომები. ფასდაკლებული პროდუქტების ერთ დახზე გადმოტანით. ეს შედეგი იყო ის, რაზეც ქართულ ოცნებას და კობახიძეს გათქვა ჰქონდა. შედეგები გაცილებით მეტი გვინდა და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი შედეგი იქნება ზოგადად მოსახლეობის კეთილდღეობის დონის გაუმჯობესება. ამდენი გიჯდებოდათ აქამდე და რა გიჯდებათ ახლა მაგალითად პირველ არის მეუღლე აწესრიგებს ვახთენებს მე არ ხალხი. მთლიანად რიგებია გაკეთებულია, აი პროდუქტებზე გეკითხები. პროდუქტები არის ზეთი ახლა ყველა არ გადამიყ, აი კბილის პასტა, სოსისი, ზეხვი, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში რომ არ სახელმწიფოს თავისი როლი ეთამაშა, რასაც
მას კომპეტენცია ჰქონდა თავისუფალ ბაზარი როცა არსებობს ქვეყანაში. ამიტომ ეს იყო მაქსიმუმი. იმაზე გავეცი პასუხი. მოდიხართ თუ არა წინააღმდეგობაში ერთი წამით. იმაზე იაფი არის თუ არა პროდუქტები საქართველოში ვიდრე ევროპულ ქვეყნებში. არის პროდუქტები, რომელიც საქართველოში არის იაფი იმასთან შედარებით ბევრად, მაგრამ როგორ შეიძლება ექსპორტი შემოვიდეს იმაზე ნაკლებად, შესაძლებელია იყოს გარკვეული პროდუქტები. ირაკლი კობახიძე არ იტყოდა და არ უთქვამს და ვერ იტყოდა, რომ კონკრეტული კარტელური გარიგებები არსებობს. მან თქვა, რომ შესაძლოა ესეთი იყოს, ამიტომ მას რა თქმა უნდა თავშივე არ ეცოდინებოდა და ვერ იტყოდა, რომ ეს გარიგებები არსებობს. ისო პროდუქტების ფასი გამოაცხადა ყველა ქსელმა გუშინ და იაფთებაო, ეს არ გაგიგიათ? ქსელურმა მარკეტებმა ისიც რომ თქვეს კომისიის ხდომაზე რომ მუდმივად გვაქვს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები კლება, ესეც ხომ მოვისმინეთ? ჩვენ ფასს დაკლება კი არ გვიდა აქციები, ჩვენ გვიდა მუდმივი დაბალი ფასი და არა აქციები. აქცია არის სხვა რამე, ფას დაკლება არის სხვა რამე. პარლამენტი მთლიანობაში ამტკიცებს, რომ თავად დაასრულეს მუშაობა ფასებთან დაკავშირებით, რომ კითხვების ადრესატი თავად აღარ არიან. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, რომელმაც დაიწყო მოკვლევა, კომპანიებიდან დოკუმენტებიც ამოიღო, თუმცა გამოძიების შედეგი ჯერ არავის არ უნახავს და ასევე ახლა მთავარი სიტყვა და გადაწყვეტილება არის დამოკიდებული ირაკლი კობახიძეზე, როგორ ხედავს სამომავლოდ რა ნაბიჯებს გადადგამს, რომ მოსახლეობამ ფასდაკლებული პროდუქტები იხილოს დახლებზე.